გამარჯობათ ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს გონების დაფის მეხუთე გადაცემაა, რომელიც ეძღვნება 5 გზის მსოფლიო ჩემპიონს, ჩვენს ლეგენდარულ ნონო გაფრინდაშვილს, რომელსაც წელს 85 წლის საიუბილეო თარიღი უსრულდება. და მეხუთე გადაცემაში უთმობთ ქალბატონს გადაცემას, რამდენი ხუთიანი გამოვიდა, თვითონაც ხუთოსანი სპორტსმენი იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას. 16 წლის მანძილზე ქალბატონი უნდა იყო მსოფლიო ჩემპიონი, 11 გზის ოლიმპიური ჩემპიონია და რაც თავარია 1918 წელს ის გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელიც მამაკაცებს შორის დიდო სტატის, ასე ვთქვათ, ტიტული მოიპოვა. როგორ შედგა ქალბატონ ნონასთან ინტერვიუ? ქალბატონ ნონასთან ინტერვიუ შედგა მის სახლში, უბრალოდ მის სახლ-მუზეუმში, რომელიც სავსე არის ქართული ჭადრაკის ისტორიის ნიმუშებით. ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. ფაქტიურად როგორც ქალბატონ ნონას ჩვევია, ყოველ უშუალობით, ყოველ თავდაბლობით მოყვა მან თავისი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ და ჯობია ჩვენ ტელემაყურებლები შევთავაზოთ ინტერვიუიდან მე ვისაუბრო. გონების დაფის მეხუთე გადაცემა მთლიანად ეძღვნება 5 გზის მსოფლიო ჩემპიონს ქალბატონ ნონას. გირჩევთ რომ მოусმინოთ ბოლომდე, ისე ამონდოთ და ნახოთ მისი გულწრფელობაც, არა მხოლოდ შეეხოთ მის ასე ვთქვათ განული გზას და დატკბეთ აი ამ ინტერვიუთი, რომელიც გია გიორგაძემ ჩაწერა. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ადამიანი, პერსონა, რომელიც ჩემთვის და დარწმუნებული უამრავი ქართველისთვის ასოცირდება ყველაფერი პირველთან. პირველი გამარჯვება, პირველი ტიტული, პირველი ჩემპიონობა, პირველი რეკორდი და უამრავი რამ პირველი. ჩემპიონთა ჩემპიონი, როგორც ჭადრაკში, ისე ცხოვრებაში, ნონო გაფრინდაშვილი არის დღეს ჩვენი სტუმარი. საღამოშტობისა ქალბატონი ნონა. საღამოშტობისა. ჩვენ ახლა ვიყვებით, უბრალოდ ჩვენ ვართ სტუმარი ქალბატონი ნონასი და ვიყვებით კონკრეტულად ქალბატონ ნონას სახლში და მის მუზეუმში და ვფიქრობ უამრავი ქართველი ისურვება დღეს აქ ყოფნას ჩემ ადგილზე, რომ ენახა ის ყველაფერი, რაც ქართული ჭადრაკის ისტორიის უტყვი მაგალითები არის. ქალბატონო, მინდა გვიამბოთ მუზეუმის შესახებ და აგრეთვე იმის შესახებ, რომ ვიცი რომ არის იდეა, რომ ეს მუზეუმი არ იყოს მარტო ხელმისაწვდომი, მარტო ახლობლებისათვის და ვიწროწრი ადამიანებისათვის, უფრო ფართო მასებისათვის იყოს ხელმისაწვდომი. ნუ, აქ ყველაფერს ვერ დაინახავს ადამიანი. ამ ოთახში ვერ ვეტევით, ბევრი დაფარულია ძალიან, მაგრამ ყველაზე უმნიშვნელო რაღაცაც კი რაც დევს, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. აქ მარტო აი ეს კარადარო დგას, საცაჭირდებია, იმის მეტი დანარჩენი არის ეს მაგიდაც კი საქართველოსშია დამზადებული ბათუმ ისა ბორჯომის ფაბრიკაში და თვითონ აუმიგზავნეს ჭადრაკის სასახლეში დაათვალიერეს რა მაგიდები იყო და უკეთესი ვარიანტია კიდევ. ბრუდინდი ჩას რაღაცა რა? გამიგეთ? თავის ათავსოები. ხო, უკეთესი ვარიანტი, ასე რომ მე უამრავ ჭადრაკს ხედავთ აქ. მაგალითად, ერთი ჭადრაკი ეს არის დათათუთაშკაში თამაშობს. იმის შემდეგ კიდევ სამ ქართულ ფილმში. იქით კუთხეში არის აკადემიკოს ნიკო კეცხოველის მიერ გამოგზავნილი ცნობილი ჭადრაკი. კი, და პირდაპირ წერილი იყო ჩადებული რომ ქალი რო ცხოვრდებოდა, მზითებში ატავდნენ ვერცხლისწყალოსანს და ჭადრაკს ერთად. და ეს ჩემგან მიიღეს საჩუქრად და ასე რომ ამიტომაც ქართულ ცეკვასთან ერთად რომელსაც აქ ხედავთ. ჩვენ გავაკეთეთ ვერცხლისწყალოსანის ჭადრაკიც. ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. მე მინდა გითხრათ, აი მუზეუმის თაობა, თუ არის, მე ვიცი რომ არის საუბარი, რომ უფრო ფართო მასშტაბიანი უნდა იყოს თქვენი მუზეუმი და უფრო მეტ ადამიანს შეეძლება. უფრო ფართო მასშტაბიანი, რაცა ყველას შეეძლება. შეეძლება, სურვილს შეეძლება ნახვა, დიახ. ისედაც სხვადასხვა ჭადრაკის სასახლე რო გაკეთდა მაგალითად. ტურისტულ ნუსხაში იყო შეტანილი. კი, არის ნუსხაში, დიახ. ესე იგი, დათვალიერება ხდებოდა, ეხლა პარკი გააკეთეს შესანიშნავი, როგორც ვიცი ძალიან კარგად უნდა გააკეთეს ჭადრაკის სასახლეზე. ნუ ნახოთ. ალბათ იქ იქნება სპეციალურად გამოყოფილი. ხო, მე ახლა დავამატო აგერ აქ თასი რო ახლა უნიკალური თასი. კი, რა თქმა უნდა. ეს თასი, რომელიც ასე ვთქვათ, თამაშდება ოლიმპიადაზე და იგებს ქვეყანა. ჯამური წარმატებისთვის ქალების და კაცების ერთად. კი, ბატონო. აქ ახლა რა არის, მე რო ვილაპარაკო, ძალიან დიდი დრო დაჭირდება თითოეულ იმას. რა თქმა უნდა. აქ სხვადასხვა ამ ოთახში არის როგორც ნამუშევრები, როგორც პროფესიონალების, ისე მოყვარულების და
ამ მოყვარულების დამუშევრები, ჩეკაგებია მაგალითად, არის სურათები დახატული, თვითონ სურათიდან დახატული, რომელიც მისაღებია კონკურსებში გაქონდათ, მოდიოდნენ, იღებდნენ და მიქონდათ კონკურსებში მონაწილეობდნენ, ასე რომ ნებისმიერი ნივთი რაც აღდგენს, ეხლა ცაცალკე მართლა ვერ ვიტყვი ყველაფერს. არის ძალიან ძვირფასი ჩემთვის. ძალიან კარგი. ქალბატონო, ბავშვობა რო გავიხსენოთ, მოდი ეს მინდა ბევრმა ქართველმა გულშემატკივრმა იცის თქვენი ისტორია, თუ როგორ მოხვდით ზუგდიდის ნაკრებში და გაემგზავრეთ პირველად ბათუმში შეჯიბრზე, მაგრამ მე მინდა გაიხსენოთ ის მომენტი, თუ გახსოვთ, რამ იქონია თქვენზე გავლენა. ეს იყო მასწავლებელი თუ ვინ იქონია გავლენა, რომ გადაწყვიტეთ თქვენ მოჭადრაკე გავხდარიყავით. ჯერ ერთი დავიწყოთ ასე, რომ მე 4 უფროსის მყავდა, მე დაიბადა მეხუთე. მაშინ და მეზობლები ზუგდიდში, ხო იცით თელ ქუჩაზე როგორ არის რაიონებში. ყველა ერთმანეთის მეზობელია მთელი ქუჩა. ყველა ერთმანეთს იცნობს. ყველაფერი ერთად ხდება, აი გორწილია თუ სხვა რაღაცაა, ყველა ერთმანეთს ეხმარება და ბიჭების უმრავლესობა იყო. ამიტომ ამ ჩვენ სეზონში, ან კიდევ ერთ სეზონში იკრიბებოდნენ ყველანი. და მე ერთადერთი გოგო ვიყავი, ყველაზე პატარა, რომელიც ამათთან ტრიალებდი სულ და ყველაფერს ითამაში, ვისწავლე მაშინ. ბილიარდის თამაში. ფეხბურთისაც. ყველაფერს. ბილიარდის თამაში ჭაზე გადებული პატარა ბილიარდზე ვისწავლე, მაგრამ უცბად მერე შანსები რომ მომეცა. დიახ. პირდაპირ გადავედი ბილიარდზე, თითქოს და დიდ ბილიარდზე მესწავლოს თამაში. რაჩე პინგ-პონგის მაგიდა თვითონ გამოთალეს ბიჭებმა. დიახ. და უფროსმა ჩამოიტანა ჩოგანი შეყიდეს ეს ჩამოიტანეს და იქ ვისწავლე პინგ-პონგის თამაში. მე ახლა რატომ დავასწავლე ბილიარდი დავის. ამორს მართლა კარგად დავაშვით. მე გავუცდია ჩემ თავზე. მოყვარულების დონეზე და ბევრს გადაუტეხია ჩემ თავზე. 2 მეტრიან გაცევს. თუ ფორმაში ვიყავი და მიდიოდა თამაში. ახლა რაც შეეხება მაშინ 12 წლის ვიყავი და სამეგრელოს უნდა გამოიყონა გუნდი. ბათუმში საქართველოს პირველობაზე. ეს ხდება 53 წელს. მე ვიყავი 12 წელს. ხა, იცოდი რომ ჩემი ძმები რიგრიგებით ხდებოდნენ ჩემპიონი. ზუგდიდის. იმიტომ რომ ტურნირი ტარდებოდა ბიჭებში. წრე არ იყო როგორც ასეთი. ამიტომ უბრალოდ გოგო ჭირდებოდათ ერთი გუნდისთვის. ასეთი იყო ეს. დებულებით. ხო, დებულები და იცოდი რომ გაფრინდაშვილების ოჯახში არის გოგო, რომელიც თამაშობდა, როგორ თამაშობს ასე არ იყვნენ, მაგრამ ხო ვინმე უნდა წასულიყო და მოვიდე მშობლებთან სათხოვნელად. არა და ჩემი უფროსი ძმა ყველაზე მაგარი იყო. მაგას ორჯერ უთამაშია საქართველოს ჩემპიონატში და ერთხელ ბუხუთი გურგენზე დააკარგვინა ჩემპიონი. მართლა, აი არ ვიცოდი. ხო, ჭადრაკს არ გაყვა უბრალოდ. სპეციალობას გაყვა. და მეორე ძმას იმას უნდა ეთამაშა პირველ დაფაზე. მაგრამ უარი თქვა წასვლაზე, იმიტომ რომ სკოლა დაამთავრა და გამოცდები უმაღლესის ძალიან დრო არ რჩებოდა რა ჩემპიონატის შემდეგ ფაქტიურად და ვერ გარისკა. თქვა რა ჯობია მე გავიმეორო კიდევ რაღაცეებიო, ვიდრე ჭადრაკზე წამოვიდა და გამოვიდა ისე რომ მე წავყევი ამ ბიჭებს მატარებლით შემცვლელად. სათამაშო და ჩემი ძმა დარჩა სამიცადინად. და იქ საინტერესო მოხდა გზაში. აი ვისაც რომ უნდა ეთამაშა პირველ დაფაზე გადაწყვიტა შეემოწმებინა. ვიცი თუ არა ჭადრაკის თამაში. ვითამაშეთ პირველი პარტია და მოუგე. ვაუ, მე არ მეგონა უთუას თამაშობდიო, მეორე პარტია ვითამაშო და მეორე პარტია ხო. ასე ჩავედი. ხომ არ გადაიყვანეს პირველ დაფაზე. ასე ჩავედი ზუგდიდში და სხვათა შორის გუნდმა მეხუთე ადგილი დაიკავა. დიახ. მე თუ არ ვჩნდები მეხუთე ადგილი და არა აქვს მაგას მნიშვნელობა მოკლედ. თავი ეს იყო პირველი. დაფაზე, მაგრამ ვახტანგ კარზელაძე რომელსაც აესწრებოდა იქ. გუნდი იმან მიაქცია ჩემთანაც ყურადღება და შეუთვალა მშობლებს, რომ ამ ბავშვს ნიჭი აქვს და გამოუშვითო თბილისშიო. და მე გამიმართლა, რომ კვიდრის დეიდა ცხოვრობდა თბილისში. ეს დეიდა ჩამოდიდა თავის მეუღლესთან ერთად. შვილი მაგათ არ ყავდათ. ხო და ეხვეწებოდნენ ჩვენს კაცო ეს ბავშვიო, ჭადრაკსაც თამაშობს და გინდა უფრემუთი ითამაშოს და სხვა რაღაცებიო. გამოუშვითო მივიყვან წრეშიო და რა იცით ეგ მოჭადრაკე ხდებოდა. მშობლებმა ერთი გოგო ყავდათ მარტო. და ვერ გაიმეტეს რა. მაგრამ როდესაც წუთელმა შეუთვალა, დაფიქრდნენ და გამიშვეს.
და 54 წლის შემოდგომაზე ჩამოვედი მე თბილისში 55-ში მეორე ადგილზე გავედი თბილისის პირველობაზე დიდებში რა თქმა უნდა და 55-დან კეითი დაიწყო მოგებები და აქედან წავიდა ჩემი ასეფა სადარკვევი. კალვინო, აი მე მახსოვს პატარა ვიყავი და პირველ ტურნირში რომ მოვიპოვე ქების ფურცელი ქვია და მაშინ დიპლომიც არ იყო ქების ფურცელი ეხლაც კი მახსოვს ეს ამბავი და მე მინდა გაიხსენოთ თუ თქვენ აი პირველი გამარჯვება ან ისეთი რამ რომელმაც აი გადაგაწყვეტიათ რომ всё მე ვარ მე გავხდე მოჭადრაკე. არა მე როგორც შეიძლება ბავშვობაში იყო შეიძლება დიდობაში. მე იმედად ინტერესიანი ვიყავი და ყველა სპორტი უკვე ბავშვობაში რო შევიყავ. რასაც თამაშობდი ყველა ფერსო მოუძებდი რაღაც გამიგე. გასაღები რო იტყვიან. პირველი წარმატებები როგორ დამავიწყდება. მე რო 56 წელს მოვიგე საქართველოს ჩემპიონატი. მე მოვიგე ნახევარფინალი. თამაშობდით საკონცერტო დარბაზში მისი რო იყო სამხედრო-ის რო იყო უსაფრთხოზე დიდი დარბაზი რო ქონდათ შენი კავკასიის ხო ოფიცერთა სახლის ან იქ გადაჭედილი იყო დარბაზები და სავსე იყო დარბაზი და იმდენი ხალხი მხვდებოდა გარეთ რომ გამოვდიოდი რომ კარგად თამაშობდიო მილიციონერებს გამოვყავდით მაშინ მილიციონერებს ერთხელ ერთი ხანდაზმული ადამიანი მოდიოდა ვაიმე რა დააშავა ბავშვმა რომ მილიციას მოყავსო მე დახმარებაზე რომ მივდიოდი უკვე როგორც გამარჯვებული რო შემომხედეს მე შენ სად მიდიხარო ხო და ეს ერთ-ერთმა მომენტი დაიჭირა ის რო იყო შარჟი ის გააკეთა მე მაგაზე გამიგეთ ეს მომენტი ასე რომ იქ რაც ხდებოდა იმ მომენტში დღესაც კი რომ ყვები აი სულ ემოცია ანუ პირველი დიდი გამარჯვების ემოცია მაინც ხო მაგასაც მე რომ სოფლიო ჩემპიონი გავხდი ჯერჯი პრეტა ტურნირი რომ მოვიგე საზღვარგარეთ ტურნირი ერქვა იუგოსლავიაში დიეჩკაბანიაში მე სანამ ჩამოვიდოდი ფეხბურთის შემდეგ ხო იცით ხალხი გამოსული იყო და ქალები იმის გაზეთებზე იმებს ყრიდნენ რომ მოეკიდებინათ გამიგე როგორც ეს ხდება ესეთი აღნიშნის დროს და მე როდესაც როგორც სოფლიო ჩემპიონი ჩამოვიდი პირველად თბილისში ის ხო საერთოდ ამავიწნევა ერთი მიხეილ ჭიაურელის გადაღებული აწუთიანი კარგი ფილმი არის ძალიან მაგარი ფილმი არის კი გეჩვენებიათ კი ნუ სასწაული ფილმი რომელშიც ყველაფერი მოათავსა მაგრამ მე არ დამავიწყდება კიდევ იმითი რომ მე ფაქტიურად საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ ჩემი ძმა მოვიდა პოლმარილით მე ყველა სადგურში ფიბე იყო და უცნობები ყველანი გადმოდიოდნენ მატარების ვაგონებიდან და თვითონ ჭიქის აწევა ხდებოდა მატარებელი ჯერდებოდა ყველგან 2 წუთით აბსოლუტურად საცხოვრებლად გაჩერებული იყო ისე იყო ყველგან გამოსული ადამიანები რომ სანამ გამოვიარებ მთელი საქართველოს და სუბაქაზე ვიყავ და ისეთი დაღლილი მივედი სახში მაშინ ოთახები არ ცხოვრობდი ჭაჭავაზეზე საწოლო სამეურნეოს პირდაპირ რომ იქ კიდევ ხოლმე შევედი მომიწია აივანზე გასვლა იმიტომ რომ გამოფენილი იყვნენ საწოლო სამეურნეობიდან იცოდნენ რომ საცხოვრობდი და პულმარელი იყო ერთ ოთახში გაშლილი და მე უთხარი არ ჭამისთან სასარაფერი არც აღნიშნის შევალ მე უთხარი მეორე ოთახში და დამწვევი და დავიჯერები და აქ როგორც გინდათ ისე პულმარელით მეთქი ხო და მამა ჩემმა მისცა მოიცაო ერთი სათხოვრო უნდა თქვა ისე ვერ გაგიშობდა და მამა ჩემი სათხოვრო პირველად მომისვენი იმიტომ რომ საერთოდ მაგის დალი ვარ მინახია დილაც აუნდი მუშაობდა რომ ამოდენა ოჯახს ჩვენ ხო უნდოდა და პირველი მოლოცხვა კი არ გააკეთა თავში არ აგივარდეს რომ მითხრა ეს ხოდაშორის აი იმაზე არ გეროდებს გაწერია აქ ხო ეს თქვენი საზამთრო ჩემის კარგი ამონარიდები და მამა ჩემის ეს სიტყვები წერია რა ეგ დანიშნულოვანი იყო ხო და მე დამლოცა და მე წავედი დავიჯერე და მეორე დღეს კიდევ სასწაული შეხვედრა იყო ოპერაციაში საცა ნუ ახლა ისეთი ხალხი გამოვიდა ისეთმა ხალხმა დამდო პატივი ცნობილმა ძალიან ადამიანებმა ცალ-ცალკე ჩამოთვლას არ დავიწყენ ასე რომ ეს პერიოდი ჩემთვის რაც არ უნდა დრო გავიდეს
სანამ ცოცხალი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი. ეს ჩემში აბსოლუტურად ყველაფერი შემიძლია წუთებით გავიხსენო რა ხდებოდა რა. ხო და ხო იცი საერთოდ პირველად რაც ხდება სხვა რეაქცია. ოდენ ახლა თქვენ მამის დარიგება თქვით და თქვენ თქვენი ცხოვრებით დაამტკიცეთ, თქვენი თავდადაბლობით, თქვენი ადამიანების დამკვიდრებით დაამტკიცეთ, რომ ერთგული ხართ იმ დარიგების, რომელიც მამა მაშინ პირველად გითხრა. ისე რა არის, იცი ჩემში ცოტა სხვა რაღაცები ჩადებული ყოფილიყო თავში. რაც არ უნდა დაგარიგონ, არ ამგონია. რა თქმა უნდა. და ისი უთქმელი მშობლები მაგათგან საერთოდ არავის არ გაუგია. დედაჩემი თუ დაესწრებოდა ჩემ თამაშს, როცა საშუალება იყო და უშუალოდ საქართველოში თამაშობდი, ხო? ასე რომ დაждდებოდა 5 საათი ხმას არ მოიგებდა. თან არ იცოდა მაგან თამაში, გამიგე? ასე რომ მართლაც ისეთი მშობლები მყავდნენ, რომ ძალიან კარგი და უბრალოდ ეთყობა, ჩემშიც ჩაიდო რა თქმა უნდა. ქალბატონო, თქვენ ფაქტობრივად გაიხსენეთ 1962 წელი, როდესაც ბიკო კერ დაამარცხეთ, გაანადგურეთ, ხო, 9-2 და გაიხსენეთ ის ამბები, რაც ამ გამარჯვებას მოყვა. მე დავამატებ, რომ ფაქტობრივად ეს არის წლები, საიდანაც იწყდება ქართული ჭადრაგის აღმავლობა. სხვადასხვა ამასთან დაკავშირებით ერთი საოცარი რაღაცა მახსენდება. როდესაც შესვენების დღე იყო, დასვენების დღე, საწამიდოდე მე ახლა. წავედი ლუჟნიკებში ფეხბურთს. ვიყოლა როგორც კი თქვა, რომ მე აქ მინდა თამაშია, ხმა არ მომიიღებ, დავთანხმდი ეგრევე. ქონდა უფლება, ჩემპიონი იყო და ესე იგი მე 4 ყაიმი გავაკეთე და 7 პარტია მოვიგე. ასე რომ სერიოზულად მივყავდა იმ მომენტში ანგარიში და დასავლეთ ტრიბუნაზე ვიჯექით ახლა ჩემი ჯგუფით ვიყავი წასული, ვინც ჩემთან ერთად იყო წამოსული. და უცბად ვიღაცა მიაქცია ყურადღება, რომ რაღაცა ნონას ხვია რა. ჩემს უკან აღმოჩნდა ეთყობა ჭადრაკის მოყვარული, თორემ ცნობადი პიროვნება არ ვიყავი მაგათთვის, ხო მაშინ. თუ ვიყავი ახალგაზრდა პირველი ჩემპიონობისთვის ვიბრძოდი. და იმან გადასცა და დასავლეთ ტრიბუნამ დაიწყო ყვირილი. ნონა მოუგე ელიზაბეთს. ვა, ლუჟნიკებზე. რუსულად ნონა ვიზი. თან ლუჟნიკებზე რა მაგარია. როგორ დამავიწყდება, არ დამავიწყდება. მაგარია. იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა ახლა სრულიად უცნობ ადამიანს ახალგაზრდას, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს. არა აქვს მოგებული. აი ესეთ მხარდაჭერას რომ გამოუცხადებენ გულშემატკივრები. რა თქმა უნდა. ქალბატონო, მე გავაგრძელებ ჩემი კითხვის შინაარსს. ესე იგი, დაიწყო ქართული ჭადრაგის აღმავლობის პერიოდი, ხო? წამოვიდნენ გენიალური მოჭადრაკეები, მაია ჩუბურდაინძე, ანა ალექსანდრიანი, ანა ეს. ხო, და წამოვიდნენ. ნუ ახლა ანა ალექსანდრიასაც 7 წელია თუ აქვს მოხავება და მე უკვე ახალგაზრდები, მაია ჩუბურდაინძე, ანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ქეთინო არახამია, რა ვიცი. მათ შორის კახიანი და ქეთინო ხო, ანუ სასწაული აღმავლობის პერიოდი. არ გაანიავა ნიკი. ხო, მაგას ვამბობ. რამდენმა ბიჭმა გაანიავა ნიკი. კი, გეტყვით, მაგრამ მე რა მაინტერესებს, იცით, აი ამბობენ, რომ საუკუნეში ერთხელ იბადებიან გენიოსები და ეს წინა საუკუნეში იყო და არ დადგა დრო ახალ საუკუნეში იქნება და რა უნდა მოხდეს, რომ ესეთი ხალხის ესეთი სიღრმავე და აღმავლობა ისევ დაიწყოს საქართველოს ჭადრაგის ყოთ. რა უნდა მოხდეს? ალბათ კატალიზატორი უნდა რა. რა არის, იცით, მაინც დააკვირდი თითქმის ნახევარ საუკუნოვანი ისტორიას ეხება საკითხი. ეს ძალიან მეურია. უნიკალური ამბავია. 40 წელი, 29 წელი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჰქონდა მე და მაიას. კი. 29 წელი. წარმოუდგენ განუმეორებელია, რომელი ქვეყანამ გაიმეოროს. ოლიმპიადები და რამდენი ქართული მატჩი იყო მსოფლიო პირველი, ეს ხო არც სახეობაში არ არსებობს. გარდა ამისა, მისადგომებთან კიდევ ქართველები ხო იბრძოდნენ. კი. ფაქტორად შინაური საქმე იყო. მე ოლიმპიადებზე ორჯერ სულთა ქართული შემადგენლობით ვიყავ, სამჯერ კიდევ ახმელოვსკი, რომელიც გათხოვილი იყო და რაღაც პერიოდი საქართველოში იყო. ესე იგი სამი გამოდის მთლიანად ჩვენი შემადგენლობა. და ფაქტიურად 40 წლის განმავლობაში სულ კითხვები იყო ქართულ ფენომენზე, იმიტომ რომ იმდენად ყველაფერი ჩვენი იყო. და ეთყობა ძალიან ცოტა დროა დროისთვის გასული მაინც. აჰა. იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით რომ გამოჩნდებიან იგივე გოგოები, ხო? რომ გვეგონა რომ მე უფრო გამithარდებოდე ჯერ არ ხდება ეგ ამბავი. ჯერ არ დაბადებულა ის. ჩვენ ჯერ არ დაბადებულა. ჯიდავს და სხვადასხვა
რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი გადამდებია, მაინც არ არის ეს ასე და იმიტომ რომ ისეთ ადგილებში გამოჩნდნენ საჩემპიონო კანდიდატები, სადაც საერთოდ ჭადრაკი სულს არ განვითარდება. ეხლა აზია მთლიანად აზია არის ბუმი არის ეხლა აზიაში. მარტო ჭადრაკის არა. კი, სხვა სპორტის სახეობებში. მაგალითად იქით აზიას თუ ავიღებთ, ჩინეთი და ინდოეთი და აი მეებს თუ ავიღებთ, ყველა სახეობაში მოდიან რა. და ჭადრაკში ხო იყვნენ ისედაც. ამას დაემატა უზბეკეთი და ყაზახეთი. ეხლა უზბეკმა ბიჭმა გაიმარჯვა სოფლიო თასზე. უზბეკმა ბიჭმა კიდევ გაიმარჯვა სოფლიო ჩემპიონატ. მოკლედ საოცრება ხდება რა და ამის ახლა შეუძლებელია ეთყობა მაინც ნამეტანი დიდხანს დავიკავეთ ჩვენი გამიგეთ და რაღაცა არის ძლევა საშუალო. რაღაცა გენი უნდა ამოტრიალდეს. მაინც მოხდება ალბათ. ხო და ალბათ ის ხალხის ხარდაჭერაც ამასთან ერთად გაიზრდება რა და დარწმუნებულია. მე რა არის ახლა ვთქვათ ასე, შეიძლება ნიჭი გქონდეს, მაგრამ თუ ფსიქოლოგიურად ძლიერი არ ახლა. რა თქმა უნდა. ფიზიკურად, ნერვული ბევრი კომპონენტი უნდა. ბევრი კომპონენტი ერთბაშად. აი მაგალითად ორი თანაბარი ხდება ერთმანეთს, ვინ იმარჯვებს, ვინ ჯამურად. ისომის უყურება და ესე იგი ნიჭი ეს თავისთავად უნდა იყოს საფუძველი თავდაწყების. დიახ. დაწყების, ხო? დიახ. ამას ესე იგი ნერვული სისტემა, ფსიქოლოგიური მდგრადობა, ფიზიკური ჯანმრთელობა და სპორტული ხასიათი ემატება. ერთ-ერთი თუ ამოვარდა, მწვერვალი ხდება იყოს, შეიძლება ნორმალური მოჭადრაკე იყოს. კი, კი. მწვერვალებში ვიქნები ოლიმპიადებს და სოფლიო ჩემპიონატებს და უმაღლეს ტიტულებს. ამიტომ ყველაფერს აქვს მნიშვნელობა რა. რა თქმა უნდა. მე ახლა თქვა ჩვენ სხვა თუ ჩვენ აი არ ვიღოთ სხვა სახეობები. ნებისმიერი სახეობა ახლა შემოვიდა რომ ფეხბურთში სხვადასხვა ტურნირები რო დაამატეს, ამიტომ უფრო ხანგრძლივი გახდა, თორე ყველაფერი თავდება ძალიან ჩქარა. და მოჭადრაკე რომელიც 5 საათი მაშინ ჩემ დროს თამაშობდა ჭადრაკს, გადადებული პარტია. ვერ გადაიდეოდა პარტია. კიდევ ვახშმის შემდეგ საათი ანალიზი, ისა თამაში. თუ კიდევ არ დამთავრდებოდა დილი თამაში 2 საათი და დღისით ახალი პარტია. და მთელი თვე გრძელდებოდა ეს ტურნირები, იმიტომ 16-იან ეს სერიოზული წარმოუდგენელი დატვირთვა იყო. მონაწილით, ხო? კი. ადგენას ვერ ახერხებდნენ მოჭადრაკეები. ამიტომ ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდეს. მე მაგალითად გამიმართლა რომ მართლაც ნერვული სისტემა კარგი აღმოჩნდა, იმიტომ რომ წაგებაზე ვინერვიულებდი რა თქმა უნდა, მაგრამ უცბად ვივიწყებდი და ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი მეორე პარტიის სათამაშო. ხოდაშორის კაცებიც კი, აი პეტრუსენსაც კი უთქვია და სხვებსაც უთქვიათ, რომ მეორე დღეს პოლუგასკის უთქვია პირადად ჩემთვის კიდევ რომ პარტიას თუ წავაგებო, მეორე დღეს აუცილებლად ყალბი უნდა გავაკეთო რომ დავშვიდო. ელემენტო გუნდში როცა თამაშობდნენ და ბევრი წაგების შემდეგ კითხავს დასვენებას, რომ მოვიდეს ცოტა აზრზე და მე მახსოვს თქვენ სულ პირიქით დასვენების გასვენებია უნდა გეთამაშოთ რომ გადაგელახოთ. ხოდაშორის ჩემი და ტალის პასუხები დაემთხვა ბევრ რაღაცას. ამამავში. იმაში ბაქოში ვიყავი, საბჭოთა კავშირის პირველობა იყო გაცემის და მიწვევის სტუმრად. და იქ აკადემიიდან სპორტის ვიღაცას ხარისხის დაცვა უნდოდა და ფსიქოლოგიური რაღაც იღებდა სპორტის სხვადასხვა სახეობისგან ეტყობა და მათ შორის ჭადრაკისგან, პასუხებს სპორტსმენებისგან. და ერთი დამამახსოვრდა მე განსაკუთრებით. რა გირჩევდი ერთი წაგება და ერთი მოგება თუ ორი ყაები და მეც და ტალმაც უყვარს ერთი მოგება და ერთი წაგება. აჰა, გასაგებია. აქედა ყველაფერი დათქვამია. და ეხლა ბევრ რაღაცას დაემთხეოდა. საინტერესოა. სავიღებთ თამაშის და რაღაც მოგება. მაგაზე უნდა კითხოთ სხვადასხვა სტილთან დაგაშვეს, მაგრამ ჯერ მინდა გაიხსენოთ 2016 წელი 74 წლის იუბილე და რა თქმა უნდა პირველი იყო მაშინ, ხო? პირველი მოჭადრაკის ვარსკვლავი გაიხსნა ჭადრაკის სასახლის, თქვენი სასახლის წინ. თქვენი შვილიშვილებთან ერთად იყავით მაშინ და სხვადასხვა ახლა რემონტი რო იწყებოდა, პირველი რაც გავაფრთხილე მუშები უთხარი რომ ეს ვარსკვლავი ამოიღეთ, ახლა შეინახეთ რომ არ გაფუჭდეს და მე დააბრუნეთ უკვე, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება და აი ეს ემოციები მინდა გაიხსენოთ, იმიტომ რომ მაშინ შვილიშვილებთან ერთად იდექით და ბედნიერი იყავით რომ რა არის იცით მე ძალიან ადვილად ვიტანდი ემოციებს ჩემი არ ჩანდა ხოლმე ეს სერიოზულად იმიტომ რომ ფაქტიურად ერთმა მკითხა ესეთი რაღაცი ეხლა რომ საშუალება მქონდეს რა დროს დავუბრუნდებოდიო ბავშვობასო საშუალო ასაკის დროს თუ
მე ვთქვი, ყველა ეს პერიოდი წარმატებული იყო ჩემთვის, რატომ უნდა ამოვარჩიებეთ კი, გაიგე? რა თქმა უნდა, ვერ გამოყო. იმდენად წარმატებული ახლა თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ლაპარაკობ უბრალოდ კითხვაზე პასუხობ, რომ იმდენად დადებითი და ესე იგი, კარგი იყო ჩემთვის ყველა პერიოდი, ვეტერანების პერიოდიც კი. აი დღევანდელ პერიოდს რო ავიღებ, რომ იყო არა არის. არის, რომ არაფერი ამოსარჩევი არა მაქვს, ამიტომ ეს ემოციები გადანაწილებულია, კი მიჩვეული ვარ. და მე სხვადასხვის ახლა აი მე რა თქმა უნდა ახლა მოჭადრაკე არ გაგევრდება მიწაზე როცა იყოს, მაგრამ ნაკლებად ვიჩვენებ ხოლმე ემოციებს გამარჯვების დროს და რამდენი დიდი სპორტსმენი მინახია, ისეთი ტიტულები აქვს და ბოლოს კიდევ ასაკში რაღაცას აღწევენ მიწაზე დავარდილი და ხო არ გინახიათ ეხლა ნაკამურომ რა გააკეთა. რა გააკეთა? აი ნაკამურომ გუკეშ რომ მოუგო პარტია, გუკეშის მეფე აიყო და მაყურებელს ესროლა. მართლა? ანუ ამით გამოხატა თავისი სხვადასხვანაირი. ხაჭას რომ მოხდრო და? არა, ისე გადააგდო რომ დაეჭირა იმას. ხო და ამიტომ მე მაგალითად ესეთ რაღაცა მისის არა ვარ. კი, თქვენ ღირსეულად, ახაც ღირსეულად. მაგრამ ემოციები რა თქმა უნდა მაქვს, მაგრამ ესეცემული ჩემში შეება. გაბატონო, უნდა კითხო წაგან კითხვი თქვენ სათამაშო სტილზე უნდა კითხოთ. ახლა დიდი ჩემპიონები ყველანაირ პოზიციას თამაშობენ, ეს ცხადია, იმიტომ რომ ისე ვერ გახდები დიდი ჩემპიონი, მაგრამ მაინც სად გძნობდით თავს როგორც ამბობენ თევზი წყალში, აი როგორი პოზიცია უფრო მოგწონდა სათამაშოდ? იცი რა გია, მე რითი ვჯობდი, ბევრი უჭადრაკეს გეტყვი ახლა და სხვადასხვის ბევრი კაცსაც. მაგალითად, ჩემ ბლაგიძესთან პარტია ხო გახსოვს? ფანტასტიკური პარტია. დახურული თითქოს. ფანტასტიკური პარტია. დებიუტი დგას ფაქტიურად, დამთავრებული. ხედარი აშხუთი, რა? ჯერ პაიპს წირავ, ხო, ეფოლტზე, მე ხედარ აშხუთს წირავ და ეთს წირავ და ორ სლაში უნდა დამნებდეს ბლაგიძე. ფანტასტიკური იყო. რჩება ლაზიერის გარეშე. ან შამაც მიიღებს უარ მომცა ლაზიერი. კიდევ ცოტა ითამაშა, რომ გაეგზელებინა, არ უნდა და ტალმა მითხრა, რომ უჩვენა ეს პარტია ბოტვინიკს და ბოტვინიკმა ვერ ამოხსნა. ვერც ვიფიქრებდა და მე სანამ გადავიდოდი ჭადრაკი რა არის, მთლიან თავიდან ბოლომდე სტრატეგია. მე მაგალითად ხარეს ვამოწვევ იმის მიხედვით, ტურნირში თუ გამოდიხარ. რამდენი პროცენტი გაქვს მაინც ნორმალური პარტია დათამაშის? სავალდებულო კი არა, ლამაზად მოიგო კომბინაციურად. არა. თუ ენჩპოს მოიგებ, ან ლოგიკურად ერთიანი პარტია რო იყოს, ერთიანი პარტია. თავიდან ბოლომდე, ხო? ეს უკვე ეს არის იგივე ხელოვანი რომ თავისი ნაშრომით იქნება კმაყოფილი. მაგრამ ჩემი ყველა გათვლა იწყებოდა თავიდან ხორალი კომბინაცია დახურულ პოზიციებში. და ბევრი პარტია მაქვს ასეთი მოგებული საინტერესო. აი ერთზე უნდა გესაუბროთ ახლა ცალკე. აბა მითხარი. თქვენი უკტავი პარტია 74 წელს, ხო? ზერვატისტან. კი, აი იცით მე სიმართლე გითხრათ, კიდევ ერთხელ შევხედე, მრავალჯერ მაგ შეხედული, მაგრამ ვფიქრობდი ახლა როდიდან დაიწყო ნონამ გათვლა ამ კომბინაციის. ხო, ალბათ მხედარი კლავს D4-დან, ხო? მხედარი B5-დან. იმიტომ რომ შეგეძლო თქვა კვევსაი მოსულიყავით, არაფერი არ მოხდებოდა. აბსოლუტურად. მაგრამ მხედარი D4-ის შემდეგ თქვენ უნდა გაგეთვალათ 10 სვლა, მინიმუმ 10 სვლა უნდა გაგეთვალათ, მაგრამ 10 სვლა შეიძლება გათვალოს, მაგრამ თავარი უნდა გენახათ ლაზერი ეფექტს, რომელიც წარმოუდგენელია, რომ აი ადამიანს ეს მოგაფიქრდეს. არა, თანაც 2 წლი მივცე ქიშებით. მაგრამ თამაშო ლაზერი ეფექტს. ამიტომ წარმოუდგენელია. და ამიტომ ვამბობ მე სანამ გააგრძელებ, რა მაინტერესებს? ლაზერი ეფექტს რო დაინახე თამაშის დროს. როგორ გაჩერდი დაფაზე და როგორ შეიკავე თავი? ისე კარგად მივიღე ნორმალურად. ტანტაში დამირწყეს მოჭადრაკეებმა. ეს მე რო დაინახეს, მაგრამ სანამ დაინახავ, შენ რო თქვენ დაინახე. ალბათ მითხრა მე რომ შენი იდეა გამოვიყენეო სადღაც მსგავსი რაღაცა გააკეთა ტალმა. ეს ტალმა მითხრა თვითონ, მაგრამ შენ რატომ არ გახსენდება ჩემი პირველი პარტია ლაზარევისთან მოგებული მელოდი? კი, როგორ არა. მე რო წყნარისვლები დავიწყე. მე ხო მივეცი პაიკი. ფლანგი მიეცი, პაიკი არა ფლანგი მიეცი. ფლანგი მივეცი მე. პაიკი რო აიყო იმან მე დაინახა რომ მე ვაძლევ ფლანგს. და არ შეუძლია იმ ფლანგზე თამაში თვითონ მიიღებ შამაც. გამიგე და იქ ხო იყვნენ დარბაზში დიდოსტატებიც იყვნენ, მწვრთნელები ჩამოსულები და იცი მე როგორც გადმომცეს სამი სვლა გავაკეთე, ხო? მეფე G7, მეფე H7, მეფე H5 და მე ორსვლაში მოვგებოდია, ხო? კი. და ის პარტია თამაშდებოდა სცენაზე, რომ ჩამოვედი ბავშვები, მე რეგიონები მოვიარე შეხვედრებზე.
ბავშვები სცენაზე ათამაშებდნენ მაგ პარტიას. და მე რატო ვიძახი, იქაც ხო წყნარისლები იყო, დანახვა ხო უნდა ხა მე ვიყავი მაშინ სრულიად ახალგაზრდა. ხო და ჭურჭელები მანიჭებდნენ თითო იმას, ხარის. თითო უსლას. აი იმის. ასე არის პარტია, ერთი პარტია მაქვს მოგებული. ვიცი სანამ გადახონ ამ პარტიაზე, აი ერთი შედარება უნდა მოგიყო, რომ მოგეწონება ვიცი. აი ბოლოს ლაზერი ეფექტი რო გააკეთეს სვლა უბრალოდ იმის შემდეგ ადამიანთაურება ის თემა იმის შემდეგ უნდა გაგეთვალა რა 2 წლის შემდეგ ქიშები არის და უნდა გაგეცო ზუსტად მე ფიჩევდი ვარ ხომ ზუსტად თუ არ წახვედი შეიძლება ჩაგეყაროს მაგრამ უყურე მე რა შევადარ ლაზერი ეფექტის შემდეგ პოზიცია შევადარებ თქვენი საყვარელი ფეხბურთელის ამბავს კვარაცხელია რომ მარტო ატლანტასთან იყო 8 კაცის გარშემო ლაზერი მარტო არის და მთლიანი შავი ფიგურებია გარშემო და მაინც შამათი არის აი მე შევადარებ არა ნუ ის უბრალოდ მართლაც ის არის და სხვადასხვა იქ ინტერნეტში გამოყოფილი აქვს 10 პარტია ჩემი. დიახ. ცალკეა რა, მნიშვნელოვანი პარტიები. ეხლა რაც ჩვენ ვილაპარაკეთ ეს პარტიებია მოხვედრილი, ერთი რა პარტია მოხვედრილი იცი? მე ვწირავ იქ ლაზიერს ვწირავ ეტლში, კულში და რაღაცა მაგრამ ვუტევ რა, კარგად ვუტევ. და მე გავდივარ ბოლოში პაიკით. და რას ვაცოცხლებ, იცი, მხედარს, რომლის შემდეგ ორლაში შამათია. ლაზერს მხედარს აცოცხლებ. მხედარს აცოცხლებ. ეს უნიკალურია. იმიტომ რომ როგორც ესე დედოფალი გაკავს და თითქოს მოგებულია რა. მე აქ შამათს ვაკეთებ, აი მხედრის გასვლის შემდეგ უცბად იმას არ აქვს არაფერი. ამ დროს ლაზერი უდგას იმას. ანუ კომბინაციური სტილი მაინც ბრო. ნუ ეს ბაი, თქვენ ნიმცოვში თამაშობდით, ნიმცოვში თამაშობდით, იქ გენიალურად პოზიციური თამაშია სულ, მაგრამ არა პოზიციური თუ მომიგია და ის მომიგია ძალიან დიდი სიამოვნებას მაგრამ აი მაგალითად ლომპაინის ტურნირი რო ავიღოთ მე იქ პარტიები მართლა ისეთი რაღაცები მაქვს ნუ სასწაული მე ვთვლი საუკეთესო ტურნირად ჩემი ისა იმდენად თუმცა დიდოსად თამაშობდა ყოველს თავი დავანებოთ თავიანთი ნაკრების წევრები იქ ხო მარტო მიწევითი და ხა პირველი ტურიდან ლიდერებში ვიყავი და ბოლო პარტია რო წამეგო ბოლო პარტია. სამეულში ჩვენ მოხდებოდი, ხო იცი, ნახევარქულიანი განსხვავებები გამოდის. კი. და პიტერსთან თამაშობდი და მე თამაშა ისეთი ვარიანტი, რომელიც თავიდან ბოლომდე არავინ არ იცოდა სვეშტიკოვის გარდა. სვეშტიკოვის ვარიანტზე ვარ. ხო რა, ის სასწაული და გამოსდამუშავებული ვარიანტი. და ერთი იდეა მქონდა ვიღაცამ ითამაშა ჟესამი სულა. მეტი არაფერი პარტია არ მინახია. ნახე მარტო რომ ჟესამი ითამაშა ვიღაცამ და რომ მე თამაშა მოწინააღმდეგე. ვიფიქრე ხოლმე რა ვარიანტზე წავიდე, მე რა ვარიანტი ბოლომდე არ ვიცი. მაქვს უპირატესობა თუ არა მაქვს უპირატესობა. აპტეკიდან მე ვთქვი, იმასაც არ იწოდინება, მეთქი და ჟესამი ვითამაში და ესეთ რაღაცები დავატრიალეთ ცენტრში. თითქოს იქაც დახურული პოზიციაა, მაგრამ როგორ გავხსენი ის პოზიცია? მე თვითონ მიკვირს უბრალოდ. იცი რა, აი ესეთ პარტიები გაძლევს ძალიან დიდ ძალას. კი. ძალიან დიდ ენერგიას და თვითაჯერებასაც. კი, რა თქმა უნდა. თუმცა პოზიციურად რომ მოგუდაო მოწინააღმდეგეს, ამასო მაგარი ის არის. ამიტომ იცი რა ეს ეთყობა რაღაცა გაქვს მაინც ჩასახული თავიდან ახლა. მე ვფიქრობ ის ნაპერწკალბა, ხო თუ არ გაანათა თავში რაღაც მომენტში, ისე ძნელია რომ ესეთი რაღაცა გენიალური რაღაცები დაინახო. ეხლა კიდევ ერთხელ ვამბობ, ხო? ხედავდეოთ კი კომბინაციას კი მიგიწევს გული რომ შეწილო ეთქე მაგრამ გააჩინე რა მდგომარეობაში ხო ლაზერ ეფექტს თუ არ დაინახე რა აზრია კვაშოქსი არ აკეთებ შაბათს რა თქმა უნდა და შენ ვიცი ეს ჩემი იმასთან ველიმიროვიჩთან პარტია ყაიმი ერთი მაქვს ხო მარტო პარტია შეტანილი ყაიმის რატომ საუკეთესო პარტია პრიზია იყო ერთადერთხელ იყო ფედერაციის მიერ დანიშნული საუკეთესო პარტია ველიმიროვიჩი ქეიჩის ტაქტიკოსი იყო ძალიან მაგარი ვიწევრი იუგოსლავიის დიდოსტატი ძალიან მაგარი და ცნობილ ვარიანტში ასე ვთქვა დებიუტში საცა ფიგურას წირავენ ორ პაიკში მაგრამ იმან ცოტა სხვა თანმიმდევრობა იყო საი პაიკი უკვე აიღო და მეოთხე პაიკს მელოდებოდა აღებას და დავფიქრდი ძალიან ის იყო იქ ღია ტურნირი იყო 1-2-3 მოჭადრაკე თამაშობდა ბევრი დიდოსტატი იყო შემოკრებულები ირგული და ვიფიქრე კარგახანი და ჩემი პაიკი უკვე B4-ზე იყო გასული B5 B4-ზე და რითი დავიწყე იცი B3 შეჭირვით ანცები უნდა აიღო ან AB აიღო მოკლედ ჩემი მეფე დარჩა ცენტრში იმის ზეპირად დამახსოვრება შეუძლებელია მხოლოდ იდეები მახსოვს
ჩემი მეფე დარჩა ჩენჩი და იმის მეფე გადავისა ერთი ფლანგიდან მეორეზე. უკვე ძელი რუქი გაკეთებული იყო. იქიდან აღმოჩნდა ხაშერცობს. ის მიტევდა. მაგრამ ისეთ შვილებს ნახულობდი, სულ მეც ტაქტიკით ვიცავდი თავს. და ეს მოჭადაკეები რომ შემოხვედი დოსტატები რა. რა ხდებოდა წარმოგიდგენია ახლა. ყაებზე რომ შეთან მთელი სოფლი არჩევდა მაგ პარტიას. და ვერ ნახეს მოგება თეთრები მხრიდან. არაფერი რო არ დარჩა. ასევე ჩემი მეფე დარჩა ჩენჩი. და კიდევ რაღაცა თითო რაღაცა იყო დარჩენილი შევთანხმდით ყაებზე. ხო ორივე დაგვაჯილდოვეს ტაშით ახლა უშა და მაშინ ჭადრაკის თამაში ხო იშვიათად ტაშით გაჯილდოები. მაგრამ ამან მიიღო საუკეთესო პარტიის და ამიტომ მე ჩავთვალე საჭირო თუ შეგეტანათ ის არ ჩამოუვარდება არც ერთ მოგებას ეს პარტია და მე მახსოვს რომ სულ ირჩევოდა მე არ ვიცი ახლა დღეს კომპიუტერი თუ შეიტან თავისთვის მაგრამ ის პარტია დარჩენილია ჩემთვის როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პარტია რა. კი ბატონო. ბატონო მე მინდა თქვენს თასზე ვისაუბროთ ახლა თქვენ ზეგან ახსენეთ რომ ეს თასი გადაეცემა იმ ქვეყანას რომელიც ოლიმპიადაზე ვაჟთა ქალთა ერთობლივი ჯამით იქნება საუკეთესო. უნიკალური მოვლენა არის პირდაპირ ვიტყვი ეს თასი მაგრამ მე მინდა გავიხსენო ისე ვადლობა უნდა უთხრა. უნდა ვადლობა უთხრა. ვაჟა შუკლაძეს რომელსაც ეს იდეა მოუვიდა. დიახ. მეგრელიშვილს რომელმაც გააკეთა ამზადათი კი. იმიტომ ეს არის ძალიან ძვირფასი. კი, კი. და მაგარი ჩანაფიქრია. თასი მან მე ეს ასლია. კი. და ფიზოს დამტკიცებია? რომ ესეთი რაღაცა და სხვადასხვა მეზობელი ქვეყნები თავში ერთხამდე მერე ხელს რომ ეს თასი დანიშნა. დიახ. საერთაშორისო ფედერაცია როგორ არ მოგვივიდა იდეა. კარგად იცი რომ რუსებსაც შეეძლოთ წამოეყენებინათ, სომხებსაც შეეძლოთ წამოეყენებინათ. არა, ეს ვაჟას უნიკალური იდეა იყო. არა, აი ვაჟა და მართლაც კარი იყო, მე უბრალოდ ვიხსენებ რა პერიოდში, ხალბატონო. ჩვენ არავის არ ვჯეროთ, რომ გაიტანდა. ხო არა. 2018 წელი მინდა გავიხსენოთ, როცა ჩვენ ოლიმპიადას ვატარებდით და მაშინ ესეთი უნიკალური რამ გავაკეთეთ, რომ მე თასი ჩამოვიტანე სპეციალურად კიევიდან და თასთან ერთად თქვენ მოგზაურობდით თელ საქართველოში. ხო. აი ხომ მაგარი იყო, არა? ოლიმპიადის წინ მთელი საქართველოს ყველა კუთხე მოიარეთ საქართველოს თასთან ერთად და ეს იყო ეს შენ აიღე იქიდან ოქროს ბურთს რო დაატარე. კი, რა თქმა უნდა, რატო ჩვენ ხო გქონდა ჩვენი ოქროს ბურთი, რატო არ უნდა გავიკეთებინე ეს, ხო? და მე ვიხსენებ გურიაში მაგალითად შეხვდა ის ქალბატონი შეხვდა დაგახვედრეს იქ რომელიც ადრე იცნობდით, ხო? და როგორი სიყვარული იყო ადამიანებიდან, როგორი სიყვარული მოდიოდა და არ განელებულა ის ამბები რომელიც იყო თქვა 62 წლიდან მოყოლებული. შენ ახლა ისეთ რაღაცებს შეეხე რომ ადამიანებს ეხება და ძმები რო არიან იმერეთში მე როცა აბესაძეები რა ფანტასტიკური რაღაცა ჩვენ როგორ გამოიტანეს ამოდენა რა როგორ უნდა გიყვარდეს ჭადრაკი და როგორ უნდა გიყვარდეს თქვენ რომ მთლიანად მეტალია ხო ისა კი რა თქმა უნდა ისა ყავთ იქ ოსტატი მაგარი და აი ის პარტია მე რო ვთქვი მილუნგა ლაზარევიჩი და იქ არის გამოსახული იქ არის ის იმის ფინალია გამოსახული ჭადრაკის დაფაში აქ არეტევა და იქით გვაქვს სადაც ლუკიძე რომელმაც გააკეთა ეს მართლაც უნიკალური რამ და ხო და ასე რომ არის ისეთი რაღაცები მართლაც დავიწყარი ახლა როცა ამდენი ხანი მართლა თამაშობ და საინტერესო რაღაცები ხდება ადამიანებიც ნახულობენ მე რაღაც мотиваციას და ну ყველას მინდა მადლობა გადავუხადო ვისარგებლო ახლა დიახ ვისაც ჩემთვის რამე გაუკეთებია რაღაცა თქვენ იმდენ რამე გაიგეცებიათ თუნდაც ვისაც ჭადრაკისთვის რამე პატარა აგური დაუდევს ჭადრაკის განვითარებისთვის იმათაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი სიტყვები და შეგახსენოთ აკეთე საყვარელი საქმე ნებისმიერ ასაკში და გაიხანგრძლივე სიცოცხლე ხო და ამ ეს იყო დევიზი იმ უნიკალური პროექტის რომელსაც ქვია ეთამაში ჭადრაკის დედოფალს ხო და მე ვარ ამაყი რომ რაღაც ამ პროექტის დაწყების დროს მეც ვიყავი იქ მოდერატორი და ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ დაიწყო ამ პროექტის შესახებ მინდა რომ მოუყვეთ საზოგადოებას იმიტომ რომ თქვენ ფაქტურად ბევრ სოფლიოს ბევრ ქვეყანაში იმოგზაურეთ და ამ პროექტის ფარგლებში უამრავი შეხვედრა გამართეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ვიფიქრობდი, რომ როგორ შეძლებს ქალბატონი ნონა ამის გაკეთებას, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გაძლევს დამატებით სტიმულს კიდევ თქვენ. რა არის, იცი, ესე იგი, მე რომ ნახე, მე ხო დავიწყე ვეტერანდატ უნივერსიტეტში, რატომ იცით, მე დასასვენებლად ცალკე არ დავდივარ.
ჩემი დასვენება ფაქტიურად როცა მივდივარ ევროპის პირველობაზე ვეტერანების და მივდივარ მე მსოფლიო პირველობაზე. ერთადერთხელ ვერ წავედი, როცა დავიმტვერი და სასწაულად ვიყავი და ევროპა გამოვტოვე წელს. მაგრამ მომავალი წლისთვის ვიწყავდი და მსოფლიო ჩემპიონზე ვიყავი, რა თქმა უნდა. ხო და მაშინ წარმოიშვა, ასე ვთქვათ, ეს იდეა, რომ სეანსები, მაგრამ იმდენად არეულია დღე მსოფლიო. ცოტა რთულია, რომ კი, რა თქმა უნდა. მაგრამ საცა მოხერხდა იქ პორტუგალიაში, ამერიკაში, იტალიაში, ასე ვთქვათ, საინტერესო შეხვედრები საინტერესო იყო იმათვისაც, ვინც ითამაშა, ჩემთვისაც. საქართველოშიც ხო მიმდინარეობს ეს პროექტი, ვიცი რომ მუზეუმში არის ამის შესაძლებლობები. კი, ძალიან კარგი არის. ასე რომ რა არის იცით, ამიტომ მე მაგალითად როგორც ვერ ვითამაშო, არის ტურნირები, საცა ვერ ვითამაშე. კარგად. როგორც მე მაყოფილებდა ის. მაგრამ მაინც დადებითი ემოციები რა თქმა უნდა. და რას თავარია თქვენ? ჩემ სამყაროში ვიყავი, ვიმყოფები ყოველთვის მაშინ. და რა თქმა უნდა, თქვენი ეს აქტივობა არის სტიმული ხანდაზმული ადამიანებისათვის, რომელსაც ეუბნებით, რომ მათ შეუძლიათ იყვნენ აქტიური ცხოვრებაში და თავიანთი შესაძლებლობა გამოიყენონ. სხვადასხვა ბევრია ახლა, დიდი სხვადასხვა ეს ვეტერანების ყველაზე იადე მოჭადრაკეებმა დაიწყეს. მე ჯერ კიდევ ოლიმპიის პრეზიდენტი რო ვიყავი. მაშინ პირველად ვითამაშე გზაზე გამოვიარე მილანში, ძალიან მაგარ შემადგენლობაში და ახლოს რო ვიყავი პირველ ადგილთან. კომპიუტერი მე არ მქონდა, ახალი შემოსული იყო კომპიუტერები. ჩემი ჩანაწერებიც კი არ მქონდა წაღებული. და სასწაულად მივდიოდა თამაში და მოწინააღმდეგეს, რომელსაც უნდა დამნებებულიყო, იმასთან წავაგებარდი ახლა ისტორია არ მინდა მოყვე როგორ. და ის გახდა ჩემსვაგებად ჩემპიონი და ვასჩიკოვი იყო ესე დიდი მოჭადრაკე. და მომისამძირა. პირდაპირ მიიღე ჩემგან სამძიმარიო მითხრა და სამჯერ მოვიდა, კაცი ვერ დაწყნარდა. რომ გაიგო, რომ ჩემსვაგებად ის გახდა ჩემპიონი და ამას ადმოყვები და ეხლა ბევრ სახეობაშია ვეტერანთა ტურნირები, იმიტომ ყველანი მიხვდენ სპორტსმენი სერიოზული სპორტსმენი, რომელსაც წარმატებები აქვს ბევრი. მე არ ვიცახე ცალკეულ წარმატებებს, ხო? როგორც წესი, ის ვერ ჩერდება მერე. ისო გაჩერდება, ან უნდა ჩაერთოს იმავე საქმეში, ან ტენის კუთხით, ან რაღაც ფედერაციასაც მქონდეს კონტაქტი. ან და რო დაიწყო ვეტერანები, უკვე საქართველოსთან ბევრ სახეობაში მოჭიდავეები, ჯუდოისტები და სხვადასხვა სახეობები ვიდიან და გამოდიან. კი, გამოდიან. იმიტომ რომ დარწმუნდნენ, რომ ადამიანი ფაქტიურად ამ მართლა იხარჯებებს სიცოცხლეს, იმიტომ რომ თუ და მე ორი ოპერაცია რო დამჭირდა, მეძბარაღეში, რატომ დამჭირდა? აქტიურ სპორტს რო თავი დავანებე, რბილმა სავარძელმა გამიკეთა. საათობით რომ უყურებდი სპორტს ტელევიზიაში. გამიგე? ხო და ეხლა 50 წელს რო გადაცილდება, ყველას ვეუბნები ნაცნობს. არ დაждეთ რბილ სავარძელში. სპეციალურად ვიმეორებ ეხლა ვიც მოისმენს ამას. დაჯექით მაღალ სკამზე და მაგარ სკამზე. იმიტომ რომ ეს ყოფილა პირველი მტერი, თურმე ადამიანის ასაკში რო იწყებს შესვლას. არა, აქტიურობა ყველა ასაკში საჭიროა. მე იმ სამყაროში ხო ყველანი ერთმანეთს ხვდები დიდი სიმპათიი, დიდი არა აქვს მნიშვნელობა იქ რომელი ქვეყნიდან ახარ. და რა, საჭარაკო ენა გვაქვს ყველა საერთო რა, ასე რომ ყველა მიცის ცოტა ესა, ცოტა ის გამიგეთ და მთავარია ერთმანეთს ვცემთ პატივს და სიტუაცია არის ძალიან კარგი. კი ბატონო. ამიტომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ტურნირი, ხო? მაინც დადებითი ემოციები. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. კარგი, თქვენ მე მეკითხოთ თქვენი განსაკუთრებული სიყვარული სპორტისადმი და ფეხბურთისადმი და მინდა გითხოთ და გითხრათ თქვენი YouTube არხის შესახებ, სადაც არაერთი გამოჩენილი სპორტსმენი მოსულა და ძალიან საინტერესო გადაცემები იწერება ამ ოთახში, ხო? ამ ოთახში, ხო, აქ მარტო რომ მოგიყვეთ ამის შესახებ. იმიტომ რომ ერთ სვამდით იქით და მე და დათო ძლიერია სპორტში. თორე მაგერ ვარ ყოფილიყო, მარტო არ დავждებოდი, იმიტომ რომ იმას გვარებიც ახსოვს, სლებიც ახსოვს, ყველაფერი და ჩვენ არა წინასწარ მოლაპარაკებული არ ვიყავით, პირდაპირ ვიწყებდით ლაპარაკს და რაც გვახსენდებოდა, იმას ლაპარაკობდით. საქმე იმაშია, რომ ძალიან საინტერესო ადამიანები და სპორტსმენები მოდიოდნენ აქ, ნანახი მაქვს ძალიან ბევრი გადაცემა. არა, იყო ჯერ ის ხო ფეხბურთელი იყო ერთი მოყვანილი, ხა გვარებს არ დავიწყე. არა, ნახონ და მე იყო ხელბურთისტი და მყავდა მოყვანილი, კიდევ მყავდა და მე იყო ზედიზედ ნაკრების წევრები რამოდენიმე.
ჩვენი ნაკრებს მაგრამ ფეხბურთელი. ამასობაში მოვიდა უკვე დრო, როცა სპორტული შეჯიბრებები შეწყდა. ოლიმპიადისთვის ემზადებოდა. გასაგებია. ამიტომ შეჭერდა ჩვენი ამ დროს. და მაგრამ გაგრძელდა. გადაცემა უნდა გაგრძელებულიყო ოლიმპიადის შემდეგ. ოლიმპიადის შემდეგ იყო დიდი არეულობა თბილისში. კი. ამიტომ ჩავთვალეთ საჭირო რომ ცოტა პაუზა გაიგეთებიათ. პაუზა გაგვე, მე მოიგე ტრამა სერიოზული. გამიგეთ? აი ამიტომ მოხდა ესეთი. მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან საინტერესო გადაცემა იყო, ყველა ნანახი მაქვს და მაგალითად ფეხბურთელები ვინც თამაშობს ფეხბურთს ან სპორტშია. რომ ნახონ ის გადაცემები, ძალიან საინტერესოს გაიგებენ თავიანთვის. როგორ უნდა მოიქცნენ და რა გააკეთოს. სხვადასხვა მე ვხვდები ახალგაზრდებს დღეს. თუ ნახე ვინმე, ნაცნობებში იმერში ამერში, ნუ სხვადასხვა სიტუაციაში. თუ გამოდის დადის წრეში რომელიმეში და რომ ვეკითხები, ხარ კონცენტრირებული რა, ყველა ბავშვი იძახის ვართ. კაი მაგალითები ყავთ და იმუნიტეტი შეიცვალა. მიხვდეთ რომ ისეთი მაგალითები აქვს, რომ იციან თუ კარგები იქნებიან, ჯერ ერთი პოპულარულები იქნებიან და ოჯახსაც კარგად დაეხმარებიან და თავიანთ თავს უზრუნველყოფილი იქნებიან ყველანაირად. გამიგეთ, ამიტომ мотивация აქვს. ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, თორემ ნებისმიერ სახეში შემიძლია გვარების კი შემოთვალო, რამდენმა გაანიავა თავისი ნიჭი. დღეს ეს ნაკლებად ხდება. კი. უბრალოდ ნიჭსაც განვითარება სწორად უნდა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გასაკუთრებულად გუნდურ თამაშებში. იმიტომ შეიძლება იცი ზოგიერთი თავიდან ისეთი არ იყოს, როგორც მაგალითად რამოდენიმე ფეხბურთელზე ახლა არ ჩამოვიდა, თვითონ აღზარდა თავისთავი მე რა. ზოგს ეტვის არის უყურებდნენ გამოვიდოდა თუ არა კარგი. მაგრამ იმდენად პროფესიონალები არ მოუჩენდა. კიდევ კარგი ის მომწონს ის არის. მაგათთან ლაპარაკის შემდეგ რომ ერთმანეთის ცემენ პატივს გამიგეთ? კარგი გუნდი არის. და მობილიზებულები არიან და მართლაც გული შეტკივართ და თვითონაც ახლა გუნდებში რო თამაშობენ სხვადასხვა. ზოგი ტოპ გუნდშია, ზოგი შეიძლება ტოპ გუნდში არ იყოს. მაგრამ სარგებლობას ხო ნახულობენ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამიტომ უნდათ რომ გაიხარბლიონ თავიანთი სპორტული ცხოვრება. და იყვნენ ასე ვთქვათ კარგად. კი ბატონო. ქავდანო, მინდა კითხოთ სკოლაში ჭადრაგის სწავლებისთან დაკავშირებით. თქვენ იცით რომ პირველ და მეორე კლასში ჭადრაგი არის სავალდებულო საგანი, ძალიან ბევრ სკოლაში დაბრძანდებით თქვენც და გაქვთ საინტერესო შეხვედრები და იცით რომ ტარდება საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელსაც ნონა გაფრთაშვილის თასი ქვია. პირველ ოლიმპიადის დაჯილდოებას თქვენ რომ მობრძანდით, კიდევ ჩაგვეშალა დაჯილდოება, იმიტომ რომ ყველა ბავშვი უნდა თქვენთან სურათის გადაღება. სხვადასხვა აი ეს როგორ უყურებთ ამ პროცესს თვითონ? ახლა ამ პროცესს კარგად უყურები, საქმე რა შეიცი. ყველას არ აქვს საშუალება დაუშვათ რეგიონებში, ყველგან არის ხა წრეები. დიახ. საცა არ არის, მაინც ვითარდება ხო ეს საქმე და მე ყველას არ აქვს, მაინც ფასიანია. ეს წრეები. და სკოლაში ისწავლებით, შორს ვერ წავლენ, თავარია სულები იცოდნენ. რა თქმა უნდა და ინტერესი გაუჩნდეთ. აი ამისთვის, იმიტომ რომ საიდან წამოვიდა სკოლაში სწავლობს, ხოთაშორის ევროპაში დაიწყეს ეს რატო? მე როგორც ვიცი, დასვეს ჯგუფი რომელიც ჭადრაკეები და მეორე მხარეს ვინ ჭადრაკს არ თამაშობდა და აღმოჩნდა რომ უკეთესად ითვისებენ მასალებს. ისინი კი, აკადემიურ მოსწრება გაეზარდათ იმათ, კი, ვისაც და აქედან წამოვიდა მე იდეა რომ სკოლებშიც ეს მე მგონი ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის ბავშვებისათვის რომ გონება გაიხსნათ, კონცენტრირებული გახდნენ, უფრო მეტად მოტივირებული გახდნენ. მე აქედან თუ ბავშვი დაინტერესება არის, მე რა თქმა უნდა, უკვე წრეებში გადაყვანა ბავშვი, რა თქმა უნდა. და სხვათა შორის აქ ახლა სპორტსმენები რომ მოდიან სათამაშო სახეობებში, ყველას მოქონდა თავისი ისა, შენ რომ მითხარი იმაზე, წარწერები, ხო? ყველა ვაწვიდან წიგნაკს რაღაცას ამ ფულს ამოხერდა, გამიგე და მაწერინებდი ხელს და ნათიას იდეა მოვიდა და გააკეთა ეს გადასარევი ამბავი. გადასარევი ამბავი. მე მას ჩემს პერაგს ვეძახი. იმიტომ რომ აქეთ ხედავ დაფა ლოგოებით და ხელმოწერით. აქეთ არის ნიშნულოვანი ფოტოები, აი ეს თასია. მამაჩემის დათქვები და ის საინტერესო ამონარიდები. აი გამარჯვებულის მენტალიტეტი რასაც ქვია. აი გამარჯვებულის მენტალიტეტი ერთი შემიძლია სპორტსმენი დავასახელო. ბექაური. ბექაური უნიკალური. ჩემპიონატად დაბადებული მე მგონი. რა თქმა ბოლო ოლიმპიადაც მოიგო ისეთი რომ თითქმის წაგებული რა. აი არ კარგავს იმას ამ დროს. გონდია რომ სულ ვარჯიშობს. თავისი ის არის ჩამოყალიბებული.
რომ უახლოვდება ახლოს აი ეს სერიოზული ტურნირი მე იწყებს ვარჯიშს. და ასრებს რა ყველაფერს რო იტყვიან, მაგრამ ამ მაგალითს კი ნუ გადაიღებენ ახლა სპორტსმენი მუდმივად ვარჯიში უნდა მაგრამ აი ეს გამარჯვებულის მენტალიტეტი ჩანს აი ზუსტად მაგაში რომ არც ეს სიტუაციაში არ იკარგება რა უბრალოდ. და ძალიან ის არის ახლა. რახან ჭადრაგის დაფა ახსენეთ ქალბატონო, ჩვენ გადაცემას ქვია გონების დაფა. და მე ახლა მინდა ჩვენ გონების დაფაზე თქვენი ხელმოწერა გთხოვოთ და რამე გვერდჩიოთ, დაგვლოცოთ ან რამე ჩვენ გადაცემას რო უსურვოთ. აი ჩვენი გონების დაფა ქალბატონონა და მოგვიწერეთ ხელი და ესე იგი მე მინდა ამ გადაცემას გონების დაფას ის კარგად მოგიფიქრებიათ ნამდვილად ვინა შეგაგოთ კარგად ქვია ძალიან და მე რომ მოისმენს შეიძლება ინტერესი გაუჩნდეს მე სპორტში და მე მინდა ჩემი საპრეზიდენტო დაფა ვაჩუქო და წარმატებები გისურვოთ.